90 პირი აკმაყოფილებს საქართველოში პოლიტიკური პატიმრის კრიტერიუმებს. განახლებული კვლევა ამის შესახებ საერთაშორისო გამჭვირვალობა საქართველომ გამოაქვეყნა. პოლიტიკური პატიმრების დასათვლელად ორგანიზაციამ არა პოლიტიკური შეფასებები, არამედ ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეის მიერ დადგენილი კრიტერიუმები გამოიყენა. ესენია ფუნდამენტური უფლებების დარღვევა, პოლიტიკური მოტივებით დაკავება, არაპროპორციული სასჯელი, დისკრიმინაციული მოპყრობა და სამართლიანი სასამართლოს უფლების დარღვევა. მხოლოდ ერთი კრიტერიუმის დაკმაყოფილების შემთხვევაშიც კი პირი პოლიტიკურ პატიმრად მიიჩნევა. საქართველოს შემთხვევაში კი კვლევის ავტორების თანახმად დაკავებული ადამიანები უმეტესად რამდენიმე კრიტერიუმს ერთად აკმაყოფილებენ. ჩემი კოლეგა სოფო ვარდიაშვილი მუშაობს თემაზე, ის პირდაპირ ეთერში გვერდდება. სოფო, რა საქმეები და რომელი პატიმრები მოხდნენ სიაში, გვითხარი მეტი. დიახ, საერთაშორისო გამჭვირვალობის ანგარიში მოხდა ყველა საქმე, თითქმის რომელიც ბოლო პერიოდის განმავლობაში მედიაში შუქდებოდა და იყო ძალიან აქტუალური და აქ თქვენც ახსენეთ, რომ მნიშვნელოვანი არის ის, რომ ამ პოლიტპატიმრების განსაზღვრისას ორგანიზაციამ დაადგინა ის, რომ ეს პოლიტპატიმრები ხშირ შემთხვევაში ყველა იმ ჩამოთვლილ კრიტერიუმს აკმაყოფილებენ და ეს იმის მიუხედავადაც, რომ მხოლოდ ერთი კრიტერიუმის დაკმაყოფილებაც კი არის საჭირო ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეის მიერ დადგენილი კრიტერიუმების, რომ ეს პირი ჩაითვალოს პოლიტიკურ პატიმრად. მნიშვნელოვანი, ჩვენ ვესაუბრეთ მზია ამაღლობელისა და ანდრო ჭიჭინაძის ადვოკატებს, რომელთა საქმეებიც არის ძალიან ცხადი დემონსტრირება იმისა, რომ ეს კრიტერიუმები რამდენიმე მათგანი მათ საქმეში იყო დარღვეული, მაგალითად არაპროპორციული სასჯელები, არასამართლიანი სასამართლო. ადვოკატები ამბობენ, რომ ეს ანგარიში, რომელიც ეფუძნება არაპოლიტიკურ შეფასებებს და თუნდაც დაცვის მხარის მიერ გაკეთებულ შეფასებებს, არამედ ეს არის დამოუკიდებელი დამკვირვებლის არასამთავრობო ორგანიზაციის მიერ მომზადებული ანგარიში, რომელიც თავის მხრივ ძალიან მყარ კრიტერიუმებს ეყრდნობა და ეს არის ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეის მიერ ჩამოყალიბებული კრიტერიუმი, რაც განსაზღვრავს პოლიტპატიმრის რაობას. შესაბამისად, მათი თქმით, ეს მას პოზიციებს ძალიან გაამყარებს საერთაშორისო სასამართლოში დავის შემთხვევაში. და ადვოკატები ამბობენ, რომ ძალიან მნიშვნელოვანია, განსაკუთრებით მძიმეა ერთი კრიტერიუმი, რომელიც ეს არის ადამიანის უფლებათა კონვენციის მე-18 მუხლი, რომელიც ამბობს იმას, რომ თუ პირი არ არის დაკავებული რამე გონივრული სამართლებრივი კრიტერიუმების საფუძველზე, მაშინ ჩნდება ვარაუდი და ეჭვი, რომ ის სხვა მიზნების გამო არის დაკავებული და ეს აღიქმება სწორედ მათ პოლიტიკურ მოტივებად, მათი დაკავების პოლიტიკურ მოტივებად და განისაზღვრებიან ეს ადამიანები პოლიტიკურ პატიმრებად. სამწუხაროდ ანდრო არ არის გამორჩეული და ათეულობით ადამიანი არის პოლიტპატიმრის სტატუსით და ეს პოლიტპატიმრობაც არ არის ვინმეს მოგონილი. ეს არის დადგენილი დოკუმენტურად, უნდა არსებობდეს კრიტერიუმები და მხოლოდ ერთის დაკმაყოფილებაც კი საკმარისია. ამ შემთხვევაში მათ შორის ანდრო ჭიჭინაძე არაერთ კრიტერიუმს აკმაყოფილებს და ჩვენ თვეების მანძილზე ვხედავდით ამ ადამიანების მიმართ დისკრიმინაციულ მოპყრობას. რა თქმა უნდა, ეს დოკუმენტები და რა თქმა უნდა, ამ სტატუსის განსაზღვრა დოკუმენტებში და ზუსტი იდენტიფიცირება, ვინ წარმოადგენს და ვინ არის დღეს პოლიტპატიმარი, რა თქმა უნდა, საერთაშორისო დონეზე ძალიან დაგვეხმარება, მათ შორის ევროპულ სასამართლოში, იმიტომ რომ ეს არის თავად ევროსასამართლოს სტანდარტი, რომელიც უყურებს მე-18 მუხლთან მიმართებით ამდენად დაადგინოს დარღვევა. მე-18 მუხლის, ანუ პოლიტიკური მოტივაციის არსებობა განსაზღვრავს შემდგომში სხვა მუხლების დარღვევას. აბსოლუტურად პოლიტიკური სარჩული უდევს თავიდან ბოლომდე ამ საქმეს. საფუძვლად ეს დადასტურებულია არაერთი მიმართულებით, მათ შორის ჩვენ ამ საკითხს დავუყავთ ადამიანის უფლებათა ევროპის სასამართლოს მოიხსენებათ საია იცავს მზია ამაღლობელის უფლებებს და მე-18 მუხლი, რომელიც არის მთავარი ღერძი აღნიშნული სარჩელის, რომელიც ადამიანის უფლებათა ევროპის სასამართლოში არის შეტანილი და ეს სწორედ იმას გულისხმობს, რომ მზია ამაღლობელის წინააღმდეგ ეს სისხლისამართლებრივი მექანიზმები გამოყენებული არა სისხლისამართლებრივი, არამედ სხვა მიზნებით და ეს მიზნები ამ შემთხვევაში რა თქმა უნდა შეგვიძლია მივიჩნიოთ, რომ არის პოლიტიკური. სახელმწიფომ ნეგატიური უფლებას დაარღვია, მისი ნეგატიური ვალდებულებას დაარღვია და მზია ამაღლობელის წინააღმდეგ თვითონ იძალდა და თვითონ ჩაიდინა არაადამიანური მოპყრობა, რომელიც შემდგომში არც კი გამოიწვია.
ახსე მოვისმინეთ პოლიტიკური შეფასებებით. პოლიტიკოსები ამბობენ, რომ ეს ანგარიში კიდევ ერთხელ ადასტურებს, რომ რა დამოკიდებულება აქვს ქართული ოცნების რეჟიმს განსხვავებული აზრის მიმართ. და სწორედ ეს არის ერთ-ერთი კრიტერიუმი, პოლიტპატიმრების არსებობა არის ერთ-ერთი კრიტერიუმი ქართული ოცნების რეჟიმისთვის. მათი შეფასებით, რის გამოც ეს რეჟიმი კიდევ უფრო მეტ იზოლაციაში ექცევა და თუ მას ვითარების გამოსწორებას სურს, სწორედ ეს უნდა გახდეს პირველი ნაბიჯი ამ ვითარების გამოსასწორებლად, ანუ ის რომ ქართულმა ოცნებამ დაიწყოს პოლიტპატიმრების გათავისუფლება. ზემოაღნიშნულ პირთა უფლებები ირღვეოდა შეკრებისა და გამოხატვის კონსტიტუციურად გარანტირებული უფლებით სარგებლობის დროს, ამასთანავე როგორც პენიტენციურ დაწესებულებაში შესვლამდე, ასევე პოლიციის მანქანებში. ამიტომ არასათანადო მოპყრობის ღირსების შემლახავი მოპყრობის ქვეშ იყვნენ ეს ადამიანები და არ არის გასაკვირი, რომ მოხვდნენ ამ ჩამონათვალში. ქვეყანაში სიტუაციის განსამუხტად და იმისათვის, რომ დაძლეულ იქნას ის პოლიტიკური კრიზისი, რაც ქვეყანაში არსებობს, აუცილებელია ეს პირები გათავისუფლდნენ პენიტენციური დაწესებულებებით. რა თქმა უნდა, ბოლო პერიოდში ის რომ ჩვენ პოლიტიკური პატიმრების პროცენტული მაჩვენებლით აღვემატებით რუსეთს და ისეთ ავტორიტარულ ქვეყნებს, სადაც უკვე მრავალი წელია არის ფაქტობრივად ავტორიტარიზმი ჩაბეტონებული, ეს მიუთითებს იმაზე, რომ ქვეყანაში არანაირი პერსპექტივა არ არსებობს, შეუძლებელია ასეთი პოლიტიკური დევნის პირობებში, ამდენი პატიმრის პირობებში ქვეყანას ან ეკონომიკური, ან პოლიტიკური, ან სხვა ტიპის რაიმე შანსი ჰქონდეს წინსვლის და წარმატების, ამიტომაც აუცილებელია ამ სისტემის დემონტაჟი იმისთვის, რომ ქვეყანაში რაიმე ტიპის შანსი გაჩნდეს. პოლიტპატიმრების რაოდენობა ამ ეტაპზე, როგორც გითხარით, არის 90, თუმცა ადვოკატები ამბობენ, რომ მათი რაოდენობა გაცილებით მეტია და არის ძალიან ბევრი პატიმარი იხდის სასჯელს პოლიტიკური მოტივებით, არის გაუხმაურებული საქმეები, ზოგიერთი მათგანი, რომელიც უფრო მეტად შესწავლას საჭიროებს. გარდა ამისა, სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლები და ადვოკატები დარწმუნებულები არიან იმაშიც, რომ ეს რიცხვი ქართული ოცნების რეჟიმის მმართველობის პირობებში კიდევ უფრო გაიზრდება, რადგან სწორედ ამ ტენდენციებს ამჟღავნებს რეჟიმი, რომ ის პოლიტიკური მოტივით გააგრძელებს ადამიანების დაპატიმრებას.